აი დაგიბრუნდი და მე გახლავთ გიორგი დარსელი, მამა დავით წულეისკირი გახლავთ ჩვენი მეორე სტუმარი და სხვადასხვა საინტერესო თემა არის დღეს არის წეგან ვახსენეთ რომ კიდევაც რომ გალაქტიონის დაბადების დღე არის, დიდი ადამიანების დაბადების დღე და სხვადასხვა დაემთხვა ისე რომ მამაო მოდიოდა სტუმრად და მითხრა რომ სხვადასხვა ძალიან დიდი მადლობა მამაო რომ მობზანეთ, იმიტომ რომ მამაოს ყავს შვილი მართლა სანატრელი და აი ყველაზე დიდი ნუგეშია მამაოსთვის და მისი დაბადების დღეც არის და გილოცავთ მამაო მთელი გულით გილოცავთ, ბედნიერებას უსურებ და ყველაფერს სიკეთეს და ერთი ორი სიტყვით აი დასაწყისში მამაო თქვენიც რომ თან ვერც ვასწრებ ხოლმე თემაზე რომ დავილაპარაკოთ ისეიმა და დაბადებასთან დაკავშირებით აი რა აზრი აქვს საერთოდ აი ამ დაბადებას, ამ სიხარულს, ხვის მინიჭებას, სიხარულს ასე რაღაცა შემდგომ ტკივილი მოსდის ამ ყველაფრის ამ მთელი ცხოვრება რაღაცნაირად აი რა აზრი აქვს ჩვენ დაბადებას თუ შეიძლება აი ამ შობასთან დაკავშირებით რომ თქვა ადამიანის შობასთან დაკავშირებით რომ კითხოთ პირველი კითხვა და გულით გილოცავთ და აი აქენა ტელევიზორიდან ულოცავთ თქვენთვის და ბოდიშუხტი რომ ესე ცოტა ხანი ესე მამა მოვაცილე და ეკრანიდან მაინც ვარჩვენებთ რაღაც მადლობა მამა რომ მობზანეთ ახლა ესეთ მნიშვნელოვან დღეს მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის მადლობა თქვენ ამ საშუალებისათვის და მე მოლოცვისათვის თითოეული ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინება შემობრძანება ამ საყაროში სიყვარულს უნდა ემსახურებოდეს რამე თუ თითოეული ადამიანი არის ნაყოფი სიყვარულის აი ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება და სხეულებრივადაც სიყვარულის ნაყოფი ადამიანი მშობლების სიყვარულის ნაყოფია და სულიერადაც წყარო სიყვარულისი არის ქრისტე და ჩვენი სარწმუნება გვასწავლის რომ თელ სამყაროში აი ეს კაცობრიობა ვინც კი ამ წუთამდე დააბადებულა და მოვლენილა და ვინც კი დაიბადება ყველა ქრისტეს მიერ არის მისი სურვილი სამებრ არის და ესე იგი ყველა სიყვარულის ნაყოფია ამიტომ არის რომ ადამიანს არ შეუძლია ეს რაც ქრისტესგან მიეცა მოდი ესე რომ ვთქვათ ხატება ღვთისა რომ ეს წარიხოცოს ან მოკვდეს ან განქარდეს აი ცოდვის შედეგად კაცობრიობაში სიკვდილი შემოვიდა მაგრამ კვდება მხოლოდ და მხოლოდ სხეული ანუ გაიხსნება და განიშლება მაგრამ ის სული რომელიც ღვთისგან მიეცა ეს არის მარადიული და უგდავი აი როგორც ანგელოზებს აქვს უკტავება შემოსილი მაგრამ ჩვენ დანიშნულება მოგვეცა კიდევ ერთი და ვალდებულება რომ პირველი რომ მოვძებნოთ ვიპოვოთ შევეხოთ გავიცნოთ მივიახლოთ ვიმეგობროთ თვითონ ამ წყაროს სიყვარულისას და რა არის სიყვარული აი სიყვარულს ჩვილები ძალიან მაგრად გამოხატავენ და ძალიან მაგრად გრძნობენ მაგრამ გააზრებულად ხო გაშინაარსებულად ჯერ იმათმა არ იციან რა არის სიყვარული მაგრამ რაც საოცრებაა ხო თავშივე იმ თავითვე დაბადებისთანავე უკვე ბავშვმა იცის რომ ეს პიროვნება ვის წიაღშიც იმყოფებოდა რაღაცა გრძნობს რომ ეს მისია ან მისგან არის და ეს ხმა რომელიც ხშირად ესმოდა ეს მისი მშობელია ეს მამა ეს დედა მაგრამ ჯერ არ იცის რა არის დედა ვინ არის მამა ან თუნდაც საუბარს რო იწყებს რომ დედას ეძახის მამას ეძახის მან ხომ არ იცის თვითონ ნიშნულობა სიტყვის რა არის აქედან გამომდინარე ხო მოდი ესე ორი მიმართულებით ვისაუბრო და ბოლოს ისე შევრწყათ ხო სულიერადაც ვისაუბროთ სიყვარულის მნიშვნელობაზე და დანიშნულებაზე და მერე ასევე სხეულებრივ ეხლა თითოეულ პიროვნებას ამ ქვეყანაზე ხო ადამიანები ვართ ჩვენ ადამიანი ვქვიათ ხო და ეს თვითონ სახელი ხო ადამიანის ნაყოფი ვართ ჩვენ ადამიანის თაობა ვართ ადამიანის მოდგმა ვართ და ჩვენ უნდა ვეცადოთ ის ადამიანი უნდა ვიყოთ სამოთხეში რომელიც პირველ ქმნილი ღვთისგან იქმნა და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ დაუბრუნდეთ იმ მდგომარეობას რაც ადამიანს ჰქონდა სამოთხეში მყოფობისას მამები ესე გვასწავლიან ხო არის ამ სამყაროში ცხოვრების ორი ტიპი, ორი სტილი, ორი მიმართულება. საზოგადოების ბევრი მიმართულებით რო არ ჩავშალოთ. სულ იბადება, სულ აღვესრულებით. მაგრამ ეს გზა ჩვენი მონაკვეთი არის ჩვენი ცხოვრება. ეხლა აი ამ ცხოვრებაში, აი ეს ორი საზოგადოების ორი ნაწილი. მე ადრე მცირედ ვახსენე ერთ გადაცემაში რომ ერთნი არსებობენ და მეორენი ცოცხლობენ. მაგრამ ცხოვრებით ორივე ცხოვრობს. ეხლა მოდი ესე ვთქვათ. რა არის არსებობა? არსებობა არის პირდაპირ ყოფითი ცხოვრება სათნოებების გარეშე.
ანუ როდესაც ადამიანის ცხოვრების მთავარი დანიშნულება არის მხოლოდ მისი სხეული და რაც მის სხეულს იგრძნოს საჭიროებები აქვს მატერიალური ყოფობა რა ივიჭამო და რა ვისვათ აი დღევანდელ დღეს საკითხულ სახარებაში იყო საოცრად დაემთხვა ეს რომ ჯერ სულისთვის უნდა იზრუნოს ადამიანმა რომელიც არის მარადიული და ამავდროულად უნდა იზრუნოს სხეულზე მე თავშივე ვიტყვი იმას რომ მე არ ვამბობ რომ სხეულზე არ უნდა იზრუნოს სახარება ამბობს გახსოვდეს ტაძარი ღვთისახარ ანუ აუცილებელია სხეულზე ზრუნვა და რაც მას სჭირდება მაგრამ უმთავრესი ეს სხეული არის როგორც ფარი, როგორც ზღუდე, როგორც ესე რომ ვთქვათ, ცველი იმ სულისა, რომელიც მასში უპირატესია. გახსოვდეს აზარი ღვთისახარ და სული დამკვიდრებულ არის მასში, შენში. ამიტომ სულზე ზრუნვა არის უპირატესი. ეხლა რას ამბობს ამავდროულად კიდე დავიხმარებ დავით მეფსალმუნე. ნახეთ? კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმაყო. ბაძვიდა იგი პირუტყვსა უგუნურსა და მიემსგავსა მიბაძა მას. რის პატივში ადამიანი სულიერების, გონიერების, განხრთობისთვის არის ადამიანი მოწოდებული, რომ იმის სიყვარული რომელიც აქვს, ნენელა განიღმრთოს და უფრო შეემეცნეს ეს საფრთხო სწავლება და დედამიწაზე დაიწყოს დატკბობა 64-ეული მდგომარეობისა. თუ დედამიწაზე ადამიანი ვერ გააცნობიერებს რისთვის ცხოვრობს, მაშინ ეს ყველაფერი აბსურდია. იქ გამზადებულად კი არ დაგხვდება. მე აქ უნდა შევიმეცნო და აქ უნდა დავიწყო ცხოვრების სტილის, აზრობის, მიზნის შეცვლა, თურმე ის აკარგი ყოფილა, აქ დაახლოებით ხვდები. და მასჭირდება მოსმენა, კითხვა, სწავლება, მოძიება და ასე შემდგომ. ანუ არსებობა მხოლოდ არის მატერიალურად ზრუნვა. დავით მეფსალმუნე ამბობს ეს საოცრად უფლისა არც ქვეყანայի და სავსება მისი და ყოველი რომელი დამკვიდრებული არის მაშინა. ანუ ეს ყოველივე არის უფლის. აი შენ უფალმა იმიტომ მოგავლინა რომ აი შენი სხეული სწორედ გამოიყენო და აღუდგინო შენ სხეულს ის მდგომარეობა რომელიც ადამიანს ჰქონდა მარადიულობა ანუ ცხოვრება ეს არის მარადიული მყოფობა სულისა და სხეულისა ერთად ეხლა რა არის სიცოცხლე მეტნაკლებად ვეცდები რომ მცირედ ვისაუბრო სიცოცხლე თვითონ ქრისტეა უფალი ამბობს მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე ეხლა ვინ არის ქრისტე და რა არის ქრისტე? ეს უნდა მოვზივნოთ. და ქრისტე არის წყარო სიყვარულისა. ქრისტე არის სიკეთე, სიმშვიდე, მოთმინება, თავდაბლობა, პატიება, თანადგომა, სიხარულის ხვასა სიხარულსა ზედა და მწუხარება სხვის მწუხარებასა ზედა. აი ეს უნდა შეიმეცნოს ადამიანმა და უკვე ადამიანი ცოცხლობს. ანუ უკვე ადამიანი სუნთქავს. როგორც ესე ლოცვა სულის სუნთქვა. ის ლოცვა კი არა დილით წავიკითხე. ეს აუცილებელია ეს მამათა დაწერილია რომ შენ გჭირდება რომ დაგეხმაროს სწორედ იმაში რომ ის უმთავრესი ლოცვა რომელიც არის ქრისტესთან ერთობა კეთილი საქმეები იქამდე მიხვიდე ნახეთ აი სახარებაში ერთგზი წერია რომ მაცხოვარი ორად გაყავს მასთან მოსულ ადამიანებს და ეტყვის თქვენ მოვედით შვილნო ჩემნო და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული მარჯვენი ჩემსეს ანუ სასუფეველზეა საუბარი ხოლო სხვებს ეტყვით თქვენ მარცხენით რამე თუ მშიოდა და არამაჭამე წყურო და არამასუდა ისინი ეტყვენ როდის გიხილეთ შენ უფალო და მე ჩამოუთვლის ამ ხორციელ მოწყალების შვიცაქმეს ხო შეერთა დაპურება მწყურვალთა სმევა შიშველთა შემოსვა უცხოთა შებრდომა პატიმართა მოკითხვა უძლურთა მონახულება და ასე შემდგომ და მწუხარეთან უგეშინიცემა და ეს მე გამიკეთეთო რომელიც თქვენ ნახეთ რა შეუბნება რას კითხულობდა რამდენიან მეტანიას აკეთებოდა როგორ ლოცულობ ჯერ ამას კი არ ეუბნება ეს საქმე მაშინ მან გამოგაჩინო შენ რას ამბობს პავლე მოციქული შენ გიყვარს და ადიდებს ის რომელიც ჯერ არ გიხილავს რამე თუ შენი სარწმუნოება საქმის გარეშე არის მკვდარი აი საქმე არის სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მე აი ამ ეს საქმე ამ რწმენაშიც გაღვივებს თომამ საქმით მინდაო მაცხოვარი დავინახო და მას შევეხო მე მწამს რა თქმა უნდა როგორ არ ზამდა თომას უარს ამდა ვის ამდა ჩვენ მაგრამ აი ეს ნახვა მინდა მენატრება ის სიყვარული რომელიც ძალიან მწამს იმას მინდა შევეხო ჩემი თვალი დავინახო მკვეთრი და ამდგარი მაცხოვარი რომ ჩემ სარწმუნოებაში უფრო მტკიცედ ვიდგე და მე გახსოვთ ხო მაცხოვარი მოუხმოს მოდი და შემახე არ მიდის თომა მასთან თომა მიცოდა ეს მისი რწმენა როგორ იყო და მისი სიყვარული მაგრამ რაც უნდა და ის ნახა თომა
აი ჩვენ ეს უნდა დავიწყოთ სიყვარულის შემეცნება. აი ჩვენი დანიშნულება რა არის? დაიბადა პატარა. აი წარმოიდგინეთ ახლა ჩვენს ხო ოდესღაც პატარები ვიყავით. ხო, რამდენ ადამიანს მოუგვარეთ სიხარული, სიყვარული, სიკეთე. აი მე მრევლს ესე მიმართავთ ხოლმე. და ჩემ თვალსა ვცდილობ ესე რომ აი როდესაც ადამიანი რაღაც ან გაწყენინებს ან გულდაწყვეტავს ან გაგაბრაზებს. მაგას ფიქრობდი ეხლა ზუსტად. მეუღლე. დედა, მამა, შვილი, მეგობარი. მე დღეს ქართული საკითხები ხო იქ სიდედრის იმამრი დედამ. ხა. მეუბნები რომ მოდი უცბად წარმოიდგინო რომ ის პატარაა. ხა. პატარა ხო იყო პატარა. აი წარმოიდგინო რომ ჩვილია. გაწყობა ხო შეგეცვლება აი ამას მუშაობა ჭირდება. აბა რა, აი 1000%-ია. მეც ზუსტად სხვათა შორის მამაო ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი ადამიანებს შეიძლება ცუდად მოექცნენ რაღაცა და ეხ ფიქრობ ხოლმე, რომ ის ხო რომ დაიბადა ვიღაცისათვის ამხელა სიხარული იყო, ამხელა წყალობა იყო, რამდენი ადამიანი ალბათ ხარობდა, ხო რომ დაიბადა და სულ ჩემ თვალსაც ვეუბნები, რომ იმათ იმედი არ უნდა გაუცრო. ან შენც რო უყურებ იმას, რომ შეიძლება უკანასკნელი ადამიანია და ძალიან ცუდად იქცია, მაგრამ ვიღაცისათვის შეიძლება ბოლო იმედია და ამოსუნ თქვა, თუნდაც თავის შობლისათვის, თუნდაც ღვთისათვის ხო იმედია, ხო? აი ესე უნდა უყუროთ ხშირ შემთხვევაში, აი არის ხოლმე ხა იმ დღეს მამაო მეუნებოდა, რომ ერთ ადამიანთან ვიჯექი და რაღაცა ანუ ლაპარაკი არ შემეძლო და აი ჩათვალეო, რომ ქრისტე არისო მისით მოსული. მე ვილაპარაკე. წარმოიდგინეთ, მამო, აი ესეთი რაღაცა, ანუ იმაში უნდა დავინახოთ ღმერთი, ჩვენ ხა ჩვენი სოდვები არ უნდა მოვკითხოთ, თორე ძალიან იქ წაგვიყვანს, ხო და თვითონ ადამიანსაც აი მე რო იხსენებ, ხო, რომ აი ეს ტყოზე რისთვის რო გავჩდი, რამდენს უხარო და რამდენს იმე ცუდად აღარ ხარ, მამო, ვიცი რომ ვიღაცისათვის ბედნიერების მომტანი ხარ. ყველაზე ცუდ ვარიანტში, ხო, სულ რომ მარტო იყო, ხო, ღმერთი ხო ხარობ შენით, ხო? და ყველაზე მთავარი ეს არის, ხო, შენთვის შეიძლება იმ წამს იწყენდე, მაგრამ რამხელა სიკეთე არის, ხო, სიტყვაზე, ხო, შენთვის. თუ შეიძლება, მამო, აი ამას როგორ უნდა დაუკვირდეთ რა, ჩვენ იმიტომ რომ ხშირად გავჩდით სხვის გასახარად და ვამწარებთ, ცუდღეში ვაგდებთ და რა ვიცი, პრობლემებს ვქნი და ან და ისიც ხო ვიღაცის სიხარულია, ხო და ჩვენ ისე გადავთელავ და გადაულით, ხო? ისე გული მწყდება ხოლმე, ხო? სხვადასხვა ხან რო დავაშავებ, მე გვიან მახსენდება ხოლმე, მაგრამ თავარი მე რო გახსენდება, მე ესეც ინანო და შემდეგში არ დააშავ, ხო? თუ შეიძლება, როგორ უყუროთ ყველა ადამიანს, იმიტომ ისო დაიბადა ვიღაც უხაროდ. აი მე შეგეტყვით, რომ აი სწორედ ჩვენ ის მდგომარეობა, რომ ჩვენ თვითონ ვიყავით პატარები და ყველას უყვარდით. აი ეს მდგომარეობა ჩვენ ცხოვრებაში ეხლა უნდა გამოიყვანოთ. ეხლა რო ეყვარები ყველას, მაშინ აქვს ცხოვრება და სიცოცხლეს, ხალისის და აზრის. და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სხვის მდგომარეობაში, ანუ ერთი ეს გამოვიყენოთ და მეორე, რომ ის როდესაც ან გვაწყენინა, ან ცილი დაგწომ, ან გაგვაბრაზა, რომ მის მდგომარეობაში შევიდეთ, რომ რაღაცა მიზეზი არის. რა თქმა უნდა, შეიძლება არამართებული ამ შემთხვევაში, რომ ის ადამიანი ჩვენს მიმართ, ხო, ნუ ბოროტმა ამხედრა, ნუ სარწმუნოების კუთხით ესე რო ვთქვათ. მეტყველეთ აი მე გეტყვით ესეთ რამეს, მე დავაკვირდი ესეთ რაღაცას. რა თქმა უნდა, პატარა ძალიან საყვარელია, მაგრამ თუ პრაქტიკაში რაღაცას არ გამოცდი, თანაზიარობა არ გექნება. ნებისმიერ საკითხზე მაქვს საუბარი, ნებისმიერ საკითხზე. აი თუნდაც ადრე ვახსენე, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანს უსამძიმრებს ვიღაცის გარდაცვალებას, თუ ისიც მიმდგომარეობაში არ ყოფილა, ვერ ხვდება, წარმოდგენა აქვს, მაგრამ ეხლა ავიღოთ სიხარული. აი მაგალითად, ხვის ქორწილში მივიდა, თუ თვითონ არ ყოფილა ან ნეფი ან დედოფალი, ეს სიხარული მან არ იცის რა არის. აი როდესაც მე ღმერთით აი პატარას უყურებ, აი ესეთი მომენტი მქონდა, რომ შევხედე ჩემი შობლებს და დავაკვირდი. და მაშინ უფრო მეტად მივხვდი იმათ სიყვარულს ჩემდამი, რომ მეც ოდესღაც ვიყავი პატარა და როგორ ზრუნავდნენ ისინი თურმე ჩემზე. და ამაზე ახალგაზრდობა დღეს შეიძლება ნაკლებად ფიქრობ და ჩვენ უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი, რომ დღეს უკვე ჩვენ რომ გავხდით მამები, მშობლები და დავიწყეთ პატარებზე ზრუნვა, იმას კვება ჭირდება, იქ უძილო ღამეებია, იქ მოთმინება ჭირდება, იქ სიმშვიდე ჭირდება. ეს ჩვენზე თურმე ამათ ქონია აქვს გაკეთებული, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ მანამდე არ გვიფიქრია შეიძლება. აქ უკვე იწყება სულ სხვა სიყვარული კიდევ შობლის მიმართ. აი რა ასაკში, როდესაც შეხვდები მშობელი, მე უფრო სხვა კუთხით უნდა დაიწყო მშობლის პატივიცემა და მის მიმართ სიყვარული. ეხლა გადავიდეთ მეორე მხარეს, უარყოფი მხარეზე. ჩვენს ხო ყოფილვართ, როდესმე გაბრაზებული, ჩვენს ხო ყოფილვართ ანთებული ან რაღაც ცუდად გამოგვსვლია.
შევიდე ჩვენ მდგომარეობაში, ჩვენ ხო გვინანია, ჩვენ ხო მაშინ რა გვინდოდა დამშვიდება დაწყნარება. აი ესე უნდა დავიწყოთ სხვასთან მიდგომა, როდესაც ის ჩვენ წინაშე ბოროტისგან არის ამხედრებული. ამიტომ მთელი ცხოვრების უწმინდესი რო ხშირად საუბრობს და მოგვიწოდებს, რომ ანალიზი, ანალიტიკური აზროვნება. ეს იმ პროცესში შეიძლება ვერ გააკეთო, როდესაც გაბრაზებული ხარ და ამის დროც არ არის და ემოციური ფონი. მანამდე, როდესაც მშვიდად ხარ, უნდა დაიწყო ფიქრი, რა არის სიცოცხლე, რა არის მყოფობა, რა არის მეგობრობა, რა არის სიყვარული. და უფალი ამბობს, რომ ჯერ გზა უნდა აირჩიო. მე ამ გზაზე უნდა ედგა ჭეშმარიტები და სიწმინდით. და მე გექნება რა თქმა უნდა ჯილდო და სიცოცხლე. როგორც სათნოებებში არის, ხო? თავდაბლობა, სიკეთე, მადლი აუცილებლად გვჭირდება ყველა შემთხვევაში. ხოდა თუ სინანული არა გაქვთ, აზრამდე ვერ მოხვალ. თუ თავდაბალი არა ხარ, აღსარებას ვერ ეთქვა და ვერ მოინანებ და თუ სიკეთები არა გაქვს, რას წარუდგენ უფალს. აი მამები ამბობენ საოცარ ამეს, დედამიწაზე რო არაფერი არ ცოდო, ამით კი ვერ სხონდებიო. მაცხოვნებელი საქმეები გვჭირდება ჩვენ. და უმთავრესი რა თქმა უნდა არის სინანული. არა მარტო შენი ცოდების, არამედ სხვა სასაპატიო. შენ ცოდები შეიძლება ნანობ ღვთის წინაშე, მაგრამ ის შენი ოჯახის წევრი, მეზობელი, მეგობარი, ის რო გთხოვს პატიებას და გულძვირი ხარ, მაშინ ეს როგორ არ არის გულწრფელი სინანული. და მეორე ამავდროულად ბრძოლა ცოდებთან და სიკეთების კეთება. ერთიას მივხვდი. ხელი ჩვენი დანიშნულება, ხო? შეიძლება რაღაცაზე გული გწდება, დღეს პრობლემა გვაქვს მატერიალური, იქ ვიღაცამ გაგვაბრაზა, იქ ვიღაცამ გვაწყენეცილ და რაღაცას გული დაგვწყდა სიცოცხლეზე. გავიხსენოთ სიკეთეები, გავიხსენოთ მადლიერება. ნუ თუ ერთი წუთი, ერთი წამი არ ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში, რომ რაღაცა გავხარებოდა, ან ნივთი შევიძინეთ, ან რაღაც ბუნება შევიყავით, ან რომელიღაც ქვეყანა მოვილოცეთ, ან დავათვალიერეთ. ნების ერთი რაღაცა ვიღაცას მოვეწონეთ. მეგობარს, კლასელს, ჯგუფელს, რა მაგარია? ნუ თუ ამისთვის არ ღირდა ამ ქვეყნად მოვლინება. და ეს მატერიალური რამე, როდესაც პრობლემა არის, ამის გამო არ შეიძლება მოიძულო. ან სიცოცხლე, ან ოჯახი, ან ვინმე პიროვნება. და მაპატიეთ და რაღაცა წუწუნი დაიწყო და ბუზღუნი. აი მამა, ხო, დიახ, ჩვენ რომ მადლიერება კიდე უფრო გავიღვივოთ. აი გზაში ვსაუბრობდით ჩემ სულიერ შვილთან ერთად, რომ რამოდენიმე თვის უკან მრევლს უთხარი რომ მოდით მოიძიეთ ტელევიზიაში როგორი ცხოვრება არის აფრიკის ისეთ ქვეყნებში. წარმოვიდგინეთ ჩვენ იუმორით ერთხელ დავიბადე და ისიც საქართველოში. აბა იქ რო ჩახვიდე და ერთი თვე იცხოვრო, მე ინატრებ ოღონდ საქართველოში დავბადებულიყავი. გამომდინარე აქედან რაც უფრო შენს უკან იყურები მატერიალურად დღეს ადამიანებს შიათ, აი ყველაზე უმთავრესი პრობლემა ეს არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ფსიქოლოგიისთვის, შიმშილი. მერე ცივად, მერე წყურია და მერე ასე შემდგომ და სახლი არ აქვს, კარი არ აქვს. და რაღაცა იმათაც აბედნიერებთ. სადღაც მიტოვებული ტომი თუ სოფელი თუ კუთხე არა და რაღაცა სიხარული იმათაც აქვს. თუნდაც ერთხელ წელიწადში რაღაც ტრადიციას აღნიშნავენ. საოცრად მაგრა იციან, მამო, სიხარულის გამოხატვა. სხვათა შორის მე ბევრჯერ შემშურებია მათ ტელეფონები არ აქვთ, ის არ აქვთ, ის არ აქვთ და ცხოვრობენ რაღაც რეალურად, რაღაც ხანახა რაღაც მომენტში ისა რა ქვია. სხვათა შორის ისე რაღაცა ნაწინასწარმეტყველები, ისეთი რაღაცები და იქითკენ მივექანებით შეიძლება მსგავსი მას ჩვენც აღმოჩნდეთ ეს უწყლობები და ისინი ისიც დაიწყოს თუ მაგალითად შემოვიდა ეს რაღაცა უცხოური ის ნახოთ რა იქნება, მაგრამ ეხა მამაო ყველაზე მთავარი რა თქვენ რასაც ამბობთ რა რომ თუ შეიძლება რომ თქვათ რომ აი როცა პატიება თქვენ რაზეც გაამახვილეთ მამაო ყურადღება პატიებაზე ხო? აი პატიება მამაო როცა შეგიძლია ადამიანს ესე იგი შენი ადამიანის ცხონება გინდა. იმიტომ როცა არ პატიობ, ხო გონია რომ ეს სიტყვაზე დავაშავე, ხო? შენ არ მპატიობ და ესე იგი რას ნიშნავს? მე ამცოდვით რომ მოვკვდე ვერ ცხონდები. ანუ შენ აქ რასი ბოროტე გინდა? წარმოგიდგეთ, მე უნდა მოხვდე ჯოჯოხეთში. შენ როგორ გაცხონდები თუ რა არაპატიე, ხო? ლოგიკურად ხშირად ხდება ხოლმე რა, რომ ის არ ვქედა. რამდენი დაბადება მამო თუ შეიძლება და როგორ უნდა აღვნიშნოთ? ეხლა მე მაგალითად აი ჩემი ნათლობა ძალიან მიყვარს. ნუ შობაც რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს და დაბადების დღეც ძალიან მიყვარს. ნუ შეიძლება არ ვიხდი და რაღაცა ისე, მაგრამ არასდროს არ გადამიხდია სხვათა შორის დაბადების დღე, მაგრამ ერთხელ ძალიან ისეს გადავიხდი, რომ მთელ საქართველოს დაგპატიჟეთ, რომ იცოდე და მოესადეთ და ისა რა ქვია. თუ შეიძლება მამო, რამდენი დაბადებაა? რა მე მაგალითად 3 დაბადებას მიახლოებით აი ნათლობით იმით აღნიშნავ. ზოგი მაგალითად ზიარებასაც რო იღებს, ხო ესეც დაბადებად მიაჩნია ძალიან მაგარია. თუ შეიძლება აი გიორგობა მაგალითად მიმაჩნია, ნიკოლოზობაც რაღაც ჩემ დაბადების დღეთ მიმაჩნია თითქოს. თუ შეიძლება მამო, აი რამდენჯერ იბადება ადამიანი? კეთილი.
ნუ ეხა მამათა სწავლება სანამ შევეხები მე პიროვნულად ეს ვფიქრობ. ხო, პიროვნულად უბრალოდ რამდენი დღეც ცხოვრობ, რამდენი დღეც ცხოვრობ, იმდენი დაბადება ჩემი შეხედულებით რა. მართალი მზად. აი ძალიან უბრალოდ. დღეს ვიღაცა ვერ გაიღვიძა. და მე დღეს დავიბადე ნიშნავს რომ დღეს თუ მე გულსფელად ყოველივე შევინანებ, შეიძლება დღესვე აღვესრულო და ეს იყოს ჩემი უკანასკნელი დღე, რომელიც იქნება მთელი ჩემი ცხოვრება. ამ დღეს ამეხილა თვალი, ამ მაგალითი აი ღმერთმა რადგან წამიერად გამახსენა. ავაზაკი. ერთი დღე ცხოვრობდა ავაზაკი. ანუ მთელი ცხოვრება არსებობდა და საათები, რამოდენიმე საათი ჯვარზე დაიბადა ავაზაკი, რამოდენიმე საათი იცოცხლა ქრისტეში, გამოხატა სინანული, აღიარა სიმართლე, ჭეშმარიტება და აი ამ რამოდენიმე საათში ცხონდა. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით ეს როდის იქნება, ამიტომ ყოველი დღე, როგორც უკანასკნელი და პირველი, აი ესე უნდა დავიწყო ცხოვრება. უკანასკნელი იმიტომ რომ წარსული მოვინანიო და პირველი იმიტომ რომ შეიძლება მეორე აღარ დადგეს და არ ვიცით. ერთ-ერთი მამასთან მაქვს აკითხული რომ ისე გაგვიუბრალო და სიცოცხლეო მაღვიძარას კი ვაყენებთო დილით რომ გავიღვიძოთო მაგრამ გავიგებთო მის ხმას აი რა საოცარი როგორ გვაფიქრებს ყოველდღიურ შეიძლება მოულოდნელ რაღაც ან კატასტროფა ნობედურებაზე ამა შიში კი არ უნდა მოგვაროს შიში იმან უნდა მოგვაროს რომ ამ ცოდვით რატო იძინებ ხშირად მოდი გამოუშვი თქვი შეინანე გამოსწორდი ყოველ წუთს შეიძლება ადამიანის განახლება ამიტომ მე აი სიმბოლურად და ლამაზად ესე მინდა უთხრა ნებისმიერ ადამიანს რომ როდესაც ის გააცნობიერეს მის მდგომარეობას და უნდა რომ ხვალიდან დაიბადოს იმ წუთას ეძლევა საშუალება და შანსი არა არის ცოდვა რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება და ნუვის ნუგონია რომ აი ჯერ მოვემზადები და მერე წავალ ეკლესიაში ეს პირდაპირ ბოროტისგან არის მომზადებას არ უნდა კაი ჩაცმა დახურვა და მომზადებას უნდა ერთი ნაბიჯი წავედი იმიტომ რომ მე უკვე დავინახე გავიაზრე გავაცნობიერი რომ იქაა სუნთქვა იქაა სიცოცხლე იმის ნახვა მჭირდება აი წარმოიდგინეთ რომ აი პირობითად ადამიანი არის საპყრობილეში ან უცხოეთში და შეეძინა პირობითად ან შვილი ან ძმისშვილი და გამოვიდა საპყრობილედან და ეხლა იცი რა მე ერთი კვირა ფორმაში უნდა ჩავდგე ან კარგად უნდა მოვწესრიგდე და რამოდენიმე დღეში მივალ არაფერზე არ დარდობს პირველი რაც უნდა მისი ნახვა რომ ჩავეხუტო ნახო ჩემი სისხლია ჩემი ხორცია და არაფერს არ აქცევს ყურადღებას მის ვიზუალურობას მის ფიზიკურობას და მის ჯანმრთელობას ესია როგორც კი ქრისტეს გაიგებ შეიმეცნებ იმ წუთს წამსვე უნდა დაიწყო სინანული და გამოსწორება და ეკლესიის გზამდე მოსვლა. ეხლა რა შეიძლება თქვენ თავარ შეკითხვას ხო? ნუ ეხლა ჩვენ ვიცით ამ ქვეყნად მოვლინება. პირველი დაბადება ადამიანის არის დედის წიაღი. მე ესე უყურებ ამას, მამები გარედან, შობიდან იწყებენ სამ დაბადებას და მე კიდე ადამიანურად. ის დაიბადა, იქ არის უკვე სიცოცხლე. ის ცოცხალი არსებაა და იწყება მისი განვითარება. მისი დედამიწაზე დაბადებით იწყება უკვე მისი მოვლინება, მაგრამ ჩვენ ხო დაბადებას უკვე სიცოცხლედ ვაზიარებ და სიცოცხლე იწყება დედის წიაღში. ის უკვე პატარა ემბრიონი ყველაფერი აქვს მას, უბრალოდ მისი გაზრდა და ესე რომ თქვა ჩამოყალიბება იწყება დედის წიაღში. როგორც ადამი რო დაიბადა ამ სამყაროში, ხო არ იყო წუთების წამების, რაღაც გარკვეული ასაკის მოევლინა ამ ქვეყანას, ხო? ის ჩამოყალიბებული ადამიანი დიდი პიროვნება იყო. ადამიანს არ ქონია წარსული, არ დედის წიაღი, არ ჩვილობა, არ კორმობა, რაღაც ასაკით დაიბადა. შემეცნებული ადამიანი. და პირველი დაბადება, ანუ გარედან რო ნახ, სიცოცხლე იწყება იქ, მოდი ესე ვიტყვი მაშინ. ანუ დაიბადა უკვე ის იყო დედის წიაღში. ამ ქვეყნად მოვლინება არის პირველი დაბადება. შემდგომ ამისა სულიერი დაბადება არის ყველაზე მთავარი, როდესაც ადამიანი ქრისტეს შეიმეცნებს. ჩვენ ამავდროულად სულიერ დაბადებას უწოდებთ ნათლობას. მაგრამ ნახეთ, აი აქ რო ცოტა სწავლებით ჩავეძიოთ, შეიძლება ადამიანი მოინათლოს და უამრავი სამწუხარო დღეს ესე ინათლება, რომ ჯერ ქრისტეს შემეცნებული არ აყავს. ნუ შეიძლება ფორმალურადაც არა, მაგრამ აი ეს კატეხიზაციის სკოლა როცა არ აქვს გავლილი ადრე ხო ესე იყო ადამიანი ასაკში. ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ ამაზე ნათლობის შესახებ, ხო? ჯერ მღვდელმსახური მონასტერში, ტაძარში განსწავლიდა, განმანათლებელი იყო სასულიერო პირი და როდესაც კათარკმეველი როცა იყო. რა თქმა უნდა, კატეხიზაციის სკოლას გადიოდა და მე ის წარუდგენდა იმ ეპისკოპოს ან ქორეპისკოპოს ფოტოში საბერძნეთში მე მგონი ეხლაც ეგრეა. რომ ეს მზად არის უკვე ნათლის მისაღებად. და მე იქ უკვე მოდიოდა მისი ესე რომ თქვა მიმქმელი, ანუ მიმხუტებელი დღეს ჩვენ ნათლიას რო ვეძახით.
გამომდინარე აქედან როგორც კი ადამიანი შეიძლება მონაცვლია და ის ქრისტეში უკვე დაბადებულია და ეკლესიის წევრია, მაგრამ ყველაზე დიდი დაბადება ამ სამყაროში არის ქრისტეს შემეცნება. აი რა კითხვა თქვენ თავში დასვით, ჩვენი დაბადების მნიშვნელობა რა არის, ხო? წყარო, სიყვარული და მე გავიცანი სიყვარული და ეხლა ვხვდები თურმე მე რატო დავიბადე. აი ეს რომ ენახა. მე განმეცადა ის ვის წყაროს წინაშე ვდგავარ და შესაძლებელია მოდი ესე რომ ვთქვათ ადამიანი მეტნაკლებად რა თქმა უნდა ზიარებისას მეტნაკლებად მომზადებულია თავისი შემეცნებით, მაგრამ რამდენი ჩვილი ეზიარება, რამდენი ხანდაზმული ეზიარება სიკვდილისპირა და ჯერ მან ქრისტეს შესახებ არაფერი ისეთი არ იცის. გამომდინარე აქედან რა თქმა უნდა ყოველი ზიარება ქრისტესთან შეერთება და ეს დაბადებაზე არანაკლებია, მაგრამ აი პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანის დაბადება მე ესე მიმაჩნია, როდესაც ის ქრისტეს შეიცნობს. ცირედით მაინც და იწყეს მასთან ესად გაზრდას. აი ბავშვთა ასაკში როგორ არის, ხო? მაგალითად დავიწყე დაბადების დღის აღნიშვნა. 1 წლის ბავშვი ჯერ ამას ვერ აცნობს, აი 2, 3, 4, 5 წლის ბავშვი ერთ რამეს აცნობიერებს, რომ რაღაცა ერთი დღეა, ჯერ არ იცის, მაგრამ წელიწადშია ეს ერთი დღე. განსაკუთრებულია მის ცხოვრებაში. ყველა მას ეფერება ყველას მასთან საჩუქრები მოაქვს, მის დედმამიშვილებში დღეს თვითონ არის და ეს არის დაბადება, გაიგო. რა კარგია დაბადება, მაგრამ ჯერ არ იცის რა არის. შემდგომ ზევით 6-დან დაახლოებით 11-12 წლამდე ბავშვმა იცის, რომ სიტყვა დაბადება მისია და დაბადების დღეს აღნიშნავს, მაგრამ მან არ იცის ამ დაბადების მნიშვნელობა, რომ სიყვარულის ნაყოფია და ქვეყნა ასე მოივლინა. მაგრამ მოწონს ეს. სხვა დღეს დედა თუ ეჩხუბა, მამა თუ ეჩხუბა, დღეს რაღაცა ყველა ეფერება, ყველა პატიოს. აი უკვე 12 ზევით ადამიანი აცნობიერებს, რომ ოჯახის სიყვარულის ნაყოფია თვითონ და უკვე სხვა ვალდებულებებს, სხვა მოვალეობებს, სხვა პასუხისმგებლობებს იძენს თვითონ. და უკვე მას რო შეეძინება პატარა დედმამიშვილი, უკვე ის მის დაბადებას, პატარის დაბადებას უკვე სხვა კუთხით უყურებს. ხო, როგორც უფროს. აი ეს დაბადება, როდესაც ადამიანი აცნობიერებს მის ქვეყნა და ამ მოვლენებას. და ბოლოს არის ახლა უმთავრესი დაბადება დედამიწიდან სასუფეველის დაბადება. ეს ღვთისყალობით და წმინდათა მეღვთისმშობლისა და წმინდათა მეუღებით ხდება და ამასთან უნდა ერთვოდეს ჩვენი კეთილი საქმეები, მაცხოვნებელი საქმეები. ანუ ჩვენ დედამიწაზე ადამიანს აქეთ, 64-ს აქეთ სიცოცხლე უფალმან მოგცა ეს წმინდა, სუფთა, უმციკლო ხატება და მსგავსება და როგორც კი ჩვენ გარკვეული ასაკიდან 12-14 წლიდან ცნობიერი აზროვნება გვაქვს, ჩვენ უნდა დავიწყოთ აი ამ მსგავსების მტკიცედ შენარჩუნება და აი ამ სიყვარულის გაღვივება. აი ეს არის მთელი სიცოცხლის, მთელი ცხოვრების დანიშნულება, რომ სიცოცხლით ვიაროთ, ქრისტესკენ რო ვიაროთ. აი ამას უნდა გავაფრთხილდეთ ყველაზე ძალიან და ყველაზე მთავარი ეს არის. და სხვათა შორის მამა ეს ყველაფერი ის რაც აი ამ ქვეყნიურია რაღაცა შეჯიბრი, სიამაყე, რაღაცა აპარტაუნება ეს ყველაფერი ერთად ხელს გიშლის ბოლოს გაცოცხლებაში, რასაც ვქენ, იმიტომ რომ აი აქედან რომ ჩვენ გარდავიცვლებით, აი ეს რომ ვიცოდეთ ხა არაფერს იმდენად ხელი შემშელია ჩვენი ცხონებისაც, რომ არაფერს არ დავაშავებდით და ყველაფერზე თანახმავ იქნებოდით, რომ ვიცოდეთ როგორი ხელი შემშლელია თუნდაც შური, ბოღმა, სხვისი განკითხვა, არა დანახვა შენი წოდების და ასე შემდეგ. აი ხო და ჩვენ აი ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვფრთხილებით ამ საკითხს მამაო, ძალიან ისე უყურებთ გონია რომ მე რა მოხდა თუნდაც მორწმუნე იყოს, მე მოვინანებ, აი მამაოს უთხარი რაღაცა ირონიულად მოყვება რაღაცა. არა, ჩვენ რომ აი ძალიან გვაშორებს ღმერთს ეს ყოფითი რაღაცა ჩვენი ეგოისტური გამოხტომები და 60-ს აი რისთვისაც გავჩდით სინამდვილეში რომ აი ღმერთი უნდა ვნახოთ. აი არაფერი არ ვიყავით. გავჩდით ღმერთთან შესახვედრად და აი ყველაფერში ჩვენ ხელს უწყობთ რომ ვერ გავხდეთ და ვერ შევხვდეთ ღმერთს და აი ეს რო ვიცოდეთ ჩვენ მამაო, აი ეს პატარ-პატარ რაღაცები, ის აი ჩვენი ეგოიზმის გამო არ დათმობა რაღაცა უსიყვარულობა, ხო? ამ ყველაფერს შევეშობეთ იმდენად რამხელა ხელი შემშლელია მამაო საბოლოო ჩვენი მისიის ასრულებაში, ხო? წარმოიდგინეთ მამო, ხა ჩემი ეგოიზმის გამო შეიძლება ჩემი ეგოისტობით რომ მოვკვდე, შეიძლება არ დაგინთმო და აი ამ ეგოიზმით მოვკვდე 60-ის კარი ჩემთვის არ იქნება ღია და ღმერთს ვერ ვნახავ. არა და მისია ღმერთის ისაა რომ ვნახო, ხო? და რატო? აი ეს დავთმოთ ხოლმე აუცილებლად, აი იმიტომაა მამაო, ჩვენ მაღვიძარას რო ვაყენებთ რა მაგრა თქვით თქვენ რა. შეიძლება ხვალე ვერ გაიღო და ძალიან ბევრ ადამიანს ვერ გაუთენდა, ხო? თუ შეიძლება მამაო, მე
რას ვინანებთ აი ბოლოს და რა უნდა გავაკეთოთ რომ არ ვინანოთ კეთილი ყველაზე უმთავრესი თქვენ რაც ახლა აი ეს შეკითხვა ესე მთლიანობაში დასვით ყველა დიდი პრობლემა ის არის რომ ჩვენ საკრალურობა დავკარგეთ ან შევასუსტეთ ნუ ვინ როგორ პიროვნულად უმთავრესი რამეების მიმართ სარწმუნოების მიმართ ამავდროულად ჩვენი სამშობლოს მიმართ აბა ამავდროულად ჩვენი ტრადიციის მიმართ ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს ეს ერისკაცობაში სადღაც აღმოვიკითხე და ძალიან გამაკვირვა ამან არავინ რომ არ ყავდეთო გარდაცვლილიო ხშირად იარეთო საფლავებზე იქ დაინახავთო რომ აი თქვენზე ახალგაზრდა თქვენზე პატარა ან გაიგებთ ეს როგორი მდიდარი იყო ეს როგორი ლამაზი იყო რომ დღეს როგორ ხდება დღეს საკრალურობაც ნაკლებ მოსუსტდა ჩვენ საქართველოში აი სულ ამას ვამბობ ხშირად წესის აგებისას რომ გაუფრთხილდით თქვენს ყოფობას უკანასკნელ ტრაპეზზე რასაც ჩვენ ქელეხს ვეძახით სამწუხაროდ ცოტა ზედმეტად არის ის დამოკიდებულება ვიდრე მიცვალებული სამქვეყნიდან წასვლა რომ ჩვენ სიკვდილის შიში კი არა ამ ცხოვრების პატივისცემად შეიძლება შეგვისუსტა. ანუ იმდენად უნდა გაუფრთხილდე საკუთარ ჯანმრთელობას, მოდით თუნდაც ასე ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაზე დიდხანს, იმიტომ კი არის ადრე თუ გიანიც რომ აღესრულები. ამით ამ ქვეყანაზე დიდხანს მყოფობით შენი ის მიზნები, შენი დანიშნულება, რომ სიამოვნება ბევრი მიაღებინო შენ სულს, რომელიც არის სხვების მსახურება ქრისტიანობის სწავლება ეს არის, ამიტომ დიდხანს იცოცხლო. ამიტომ ჩვენ რომ აი საფლავზე მოხვდებით დაგვაფიქროს უნდა ამან რომ ჩვენთვის არ ვიცით ეს უკანასკნელი დღე როდის იქნება და როგორ იქნება და იმაზე უნდა ვიფიქრო ყველაფერი ზევით რჩება და მოდი ზევითი დავტოვოთ ის რაც ჩვენ იქ გვჭირდება როდესაც ღვთის წინაშე წავდგებით და ეს არის ჩვენი მადლი ჩვენი სიკეთეები ანუ ამ ქვეყანაზე აღვლენილი სიკეთეები ამის ხსოვნება არ გვჭირდება ჩვენ ადრე ვთქვით ხო ორი რამე უნდა იცოს ადამიანმა პირველი ახსოვდეს სულ ვინც მან სიკეთე გაუკეთა მას აღუსრულა და მეორე დაივიწყოს ვისაც კი სიკეთე აღუსრულებია მას აი ეს არის ერთ-ერთი ცხონებისეული სწავლება კიდე აქედან გამომდინარე ეს საკრალურობა გვჭირდება დღეს ჩვენ მომავალ თაობას აუცილებლად უფრო სიღრმისეულად უნდა ვასწავლოთ საქართველოს ისტორია აუცილებლად ეს 100,000 მოწამეთა ხსენების დღე დედამიწაზე ჩვენზე ეხლა ომში და ბრძოლაში მილიარდობით ადამიანი დაღუპულა შეიძლება მილიონობით მაინც მაგრამ ეს სამშობლოსთვის დაიღუპნენ და თავდადებულები არიან მაგრამ არ არსებობს სამყაროში ქვეყანა ადგილი სადაც სარწმუნოებისათვის ერთ დღეს ასეთი ამდენი ადამიანი აღესრულა და უნდა გვაფიქრებდეს ეს ჩვენ რომ რა სიყვარული ქონდათ ამ ადამიანებს სარწმუნოების გამო რომ სიცოცხლე ხო ყველაზე დიდია სიცოცხლე კაცო შეიძლება ოქრო ვერცხლი ყველაფერი გავიღო და სიცოცხლე არა ყველაფერი დატოვეს თანამდებობა პატივი სიცოცხლე იმ დროს და სარწმუნოების გამო ხატთა სიყვარულის გამო მათი არ შეურაცხყოფის გამო როგორ ამბობს ისტორიკოსი თყვარმა დინება შეწყვეტა ვითარცა ხმელსა ისე გადახვიდოდი ფეხზე ეს ხაპარი ხომ არ არის კაცო ეს იგავარაკი ხომ არ არის ეს რაღაცა სწავლება ხომ არ არის უახლესი ისტორია ეს არის თანამედროვე მოდი ესე რო ვთქვათ ცოცხალი ადამიანებზე აღწერილი და დაწერილი ეხლა შეიძლება იმ დროს არ იყოს საშუალებები და დასურათებული მოდი ესე რო ვთქვა და რაღაც ელექტროსაშუალებები მაგრამ ეს ხო აქვია ეს ეპოქა რა აქედან გამომდინარე ხო თუ ჩვენ ეხლა დავითის და თამარის ეპოქაში ვხედავთ მათ მიერ აღებულ ამ დიდებულ ტაძრებს ესე იგი ესეც ყოფილა მოდი ესე რო ვთქვა ხო ამას არ უნდა ეხლა ისტორიული კვლევა და დამტკიცება აი ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობას რომ როგორ უყარდათ ღმერთი ქრისტე ანუ სიმართლე სიწმინდე ჭეშმარიტება მეგობარი მეზობელი ნათესავი ეცოდებოდა ებრალებოდა მიუხედავად ამხსერებლობისა სარწმუნოებისა და მათი ცოდვილი მდგომარეობისა და უყარდათ მერე ჭეშმარიტება პავლე მოციქული ხო ამას ამბობს აი შურზე გავამახვილეთ ყურადღება და სიბოროტეს ხო თუ ვინმე შენი მეგობარი ცოდავსო შენ გავალდებულებო ქრისტიანო რომ მიდიო მასთან და სიყვარულით და დიდი და შენი და ამხილე იგი სულიერთა მაგათო ნახე რას ამბობს ეგ სიყვარული უნდა კონდეს აბა როგორი ქრისტიანი ხარ თუ არა გაქვს სიყვარული ქრისტე თუ არ გაქვს შემოსილი ის ნათლობისას ის თეთრი მიტკალი შესამოსელი სიწმინდის სიმბოლოა უცოდველობის სიმბოლოა
და ეს შემოსილობა სულ უნდა გახსოვდეს ფიცი რო გაქვს დადებული ხო აი ჯარისკაცი რომ მიდის ბრძოლაში ფიცი აქვს იმას დადებული და ეს მისი სიცოცხლე შუა დღეს დაჭირდება თავის თანამებრძოლებს ნაშუადღებს თუ საღამოს რო ეძინოს უნდა გაიღვიძოს და ბრძოლაში წავიდეს ხაზი გაამაგროს თუ მის უკან ოჯახია ქვეყანა ესე ვარ ჩვენ ქრისტიანები მართლმადიდებლობა ტაძარში არ არის მარტო და აღსარებისას და ანზიარებისას ყველგან და ყოველთვის მოდი ესე რო თქვა და აქედან გამომდინარე ჩვენ პავლე მოციქული გავალდებულებს ისწავლეთ ჩვენ რამე თუ მობაზავ შენ დაიყვენით როგორც მე ქრისტესი ასეთი უნდა იყოს შენ თუ ამ გზას შეუდეკი ჩვენ ხო ნებაყოფლობით ავიღეთ ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვა იცი მე ბავშვი ვიყავი და იძულებით მომნათლეს აი ეხლა დავუბრუნდები მატერიალურს ჩვენ ეხლა მეტნაკლებად სულიერზე ვისაუბრეთ ეხლა მატერიალურობაში ავიღოთ კაი პირობითად შეიძლება ათეისტი ხარ არაფრის არ გწამს არავის არ გწამს სიკეთე შეიძლება არ გიყვარდეს აბა ადამიანს შენი დახმარება რო ჭირდება და შენ რომ ჭირდება დახმარება და სხვა რო დაგეხმარება ხო სიხარულს მოგურის შვებას ხო მოგურის რომ დაეცე ვიღაცამ ხელი შეგაშველოს წამოგაყენოს სიმძიმე რომ მიქონდეს და ვიღაცამ გატარებინოს ეს მოგწონს კი ესე იგი შენ უკვე ქრისტიანული ნაყოფები მოგწონს სიკეთე მოგწონს და თუ შენ ეს მოგწონს აკეთე დღეს იმას ხელი წაუშველე სხვა არ განიკითხო დაფარის ხვისის ოდები ღმერთ შენს დაფარავს შეგეცოდოს და შეგებრალოს ის ადამიანი ვინც ეს გააკეთა მატერიალურად შეგეძლია დახმარება გაეცი ცხოველს აჭამე ფრინველს აჭამე ამასაც შეგიწირავს უფალი და თუ ძუნწი ხარ და ადამიანს არ გინდა ხელი შეეშველო მაშინ უდაამძიმებ მას ხო შენ ცოდავ როცა სხვას განიკითხავ სხვისოდებს სხვა განყვები და თუ სიკეთის გაკეთება არ შეგიძლია ჯერ ცოდვა არ გააკეთო აი ეს არის პირველი ნაბიჯი და როცა გადაეჩვევი ცოდვების არ კეთებას მე ავტომატურად დაგეწყებინება სიკეთის კეთება ანუ და სასופველიცა და იძულების და იძულების არ ნიშნავს რომ ხა ჩვენ ვიღაცა ხელით და ანუ ძალით დაჟინებით შენი სხეული უნდა აიძულო რომ ემსახურო შენ სულს ამიტომ აქვს მასის ამიტომ აქვს შემოსილი ეს ჩვენი სხეული მაგიტომ არის შემოსილი ხო და ეს სხეული ჩვენ სულს უნდა იცავდეს და იფარავდეს სახარებაში ნახეთ როგორ ფარის სარწმუნოების აიღე ის ჩვეულებრივი ფარი რო აიღო ის არაფერს არ დაგისებს სარწმუნოებისგან სარწმუნოების ფარი ჩაფხუტი ცხოვნებისა დაიდგიო შენი გონებაო ცხოვნება ანუ მარადიულობისთვის შემოსე შენ გონებაში სულ იყოს მუდამ ფიქრი და ზრუნვა იმაზე რომ მე მინდა სიკეთე ვაკეთო მე ეს מחარე მე ამის წუნთქავ და ამაში აი თუ ადამიანი ესე ცხოვრობს და ამას მოუყვები მისი გასაკვირი არ არის აი თქვენ პირობითად ეხლა რომ ადამიანმა გითხრას რომ როგორ გიყვარს დედა ეკლესია როგორ გიყვარს ჩვენი პატრიარქი როგორ გიყვარს როცა მამები აქ მობრძანდები აქ ძალიან და ვიღაცამ რო ეს გითხრას თქვენ გაყურებული მოუს ეს არაფერი ახალი მეც რომ მიყვარ აი მეც იგივენაირად მიყვარს გიორგი თქვენ როგორ გიყვარ და თქვენ ეს არ გიკვირთ იმიტომ არ გიკვირს რომ ეს ისედაც უნდა იყოს აი თქვენ რომ არ აკეთებთ ან ვერ აკეთებთ იმას რომ მოგიყვები ეგ არის გასაკვირი აი ეს უნდა ვეძებოთ ჩვენ სხვაში ჩვენზე წინ რითია სულიერებაში და კეთილი საქმეებით მოდი ესე რო ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა მამა აი მართლა ლამაზი ესეთი კაი საუბრისათვის სხვათა შორის მამა დაბადებას და იმაზე გამახსენა თქვენ ხარ ჩემი აღმოჩენა იმიტომ რომ თქვენ რო ნახეთ პირველად იხდიდით პანაშვიცა და ისე მართლა ისე რაღაც საოცრად რაღაცნაირი არ ვიცი სმენაც გაქვთ რაღაც საოცრად იხდით რაღაცნაირად და ისე მომიწვა მეთქი ეს მოძღვარი აუცილებლად მეთქი აი რაღაცნაირად და მე რაღაც ერთი წელი თუ ორი წელი გავიდა შემდგომ გადაცემაში აღმოჩნდით ჩემთან და მადლობა ამისათვის და სხვადასხვა მადლობა იმისათვის რომ ხართ და სხვადასხვა თქვენ შოუბერს აი დედას განსაკუთრებით მადლობა მინდა უთხრა იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრობთ ვიცი და ხშირად ხოლმე ტელეფონზე რაღაცნაირად და ყველა იმ ადამიანს მე თქვენს ირგვლივ არიან მამო დიდი მადლობა და განსაკუთრებით დედას მოვიკითხავ იმიტომ რომ ვიცი აი დედისთვის აი წარმოგიდგენთ ჯერ რომ მამას ისე გაცნობიერებული არ ყავსო შვილი როგორ დედასო ეგრევე ჩასახვისთანავე და მამას მაშინ ყავს როცა იბადება უკვე ეს სწორიც არის და მართალი არის და მადლობა ძალიან დიდი სხვათა შორის აი თქვენ ქალბატონო აი მთელი გულით მოგიკითხავთ იმიტომ რომ ესეთი ადამიანი საქართველოსით შვით და მამო ბოლო 10 წუთი დარჩა და თუ შეიძლება მამო აი ჩვენი ცხოვრების აზრი მე სამწუხაროდ ყველანაირად აი ტკივილში იბადება ადამიანი და ტკივილში კვდება რა და სხვათა შორის მამა ანტონია მომდა გულიაშვილი რომ ადამიანიო რო იბადებაო ხო ესე აქვსო ხელებიო რომ ყველაფერი ჩემიაო თითქოს თურმე ბავშვი რო იბადება და რო კვდებაო მე ხელები გაშლილი აქვსო და ამბობს რომ არაფერი არ მიმაქვსო რა და ესე აშლევინე მე ხელებს და თუ შეიძლება მამო აი ეს როგორ გავიარს ხა ჩვენი კონფლიქტები ჩვენი ჩხუბი სხვასთან დავიდარობა სიამაყე რაც არ უნდა იყოს ყველაფერი ამ ქვეყნიურთან არის და
დაკავშირებული მატერიალურთან, პირად ამბიციასთან იმასთან, თორე რა გვაჩხუბებს, აი რა ვერ გავიყავით, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი ამბიციები და ეს ყველაფერი. თუ შეიძლება, მამო, როგორ უნდა ვიფიქროთ, რომ აი რაღაც 10 წლის მერე, 20 წლის მერე, ანუ სულ ერთი იქნება ის რის გამოც მე თქვენ ახლა გჭამთ სიტყვას. რომ გარდავიცვლები ხო საერთოდ, პირიქით, შეიძლება პრობლემათ მეკცეს, რომ აი მამა დავიც რას ერჩოდი, ხო? აი დაგხვდა წინ სიტყვას. აი ამ შემთხვევაში, მამო, აი ესო გავითავისოთ, აღარ იქნება აი ამ პატარა ერში ამდენი სიბოროტე და რაღაცნაირი წეწვა გლეჯვა და ერთმანეთს არ დანდობა, მამო. კეთილი აი საიდან დავიწყოთ, მამო, აი რო უმთავრესი ამოსავალი ჯერ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში მადლიერებას ხედავს. ჯერ ადამიანებისგან და მერე ღვთისგან. ამას იმიტომ ვამბობ, ხა ჩემ შემთხვევაში პირიქით, როგორც ღვთისმსახური, რომ შეიძლება ვიღაცა უყურებს თქვენს გადაცემას და ჯერ სულიერებაში არ არის, ან ქრისტიანობა, ან სარწმუნოება, მაგრამ რამდენ ადამიანს აქვს მისთვის კეთილი საქმე გაკეთებული და აღსრულებული. ამიტომ როგორც კი ადამიანების მადლიერი გახდები, მერე დაგეწყება ფიქრი, რომ ესე არ ხდება შემთხვევით. ხო? აი გამახსენდა აი ნინეველთა ეპოქა, ხო? როგორ უყარს ღმერთს ეს ნინეველები და როგორ ეცოდება, რომელიც განწირულები არიან დასაღუპად და როგორ დაავალებს იონა წინასწარმეტყველებს. ასე რომ შენ თუ გონია რომ შენ უყარ ხარ ღმერთს, ის ცოდვილი ადამიანიც უყარს ღმერთს, ისი ცხონებისთვის მოვიდა ამ ქვეყნად და შენ იმიტომ მოხვედი ამ ქვეყნად, რომ როდესაც დაინახე შეეწიო მას, შემთხვევით არაფერი არ ხდება. აი იმიტომ ნამდვილად არ მოსულხარ, რომ მისი ცოდვა კიდე ესე რომ ვთქვათ უფრო დაამძიმო მისი მდგომარეობით. აი ავიღოთ დღე გათენებული. პირობითად სამწუხაროდ ჩვენ საქართველოში ეს უამრავი ქონდა უძველეს ისტორიაში, უახლეში ვიტყვი რომ აგერ აფხაზეთი, აგერ ოსეთი სამაჩაბლო, აგერ დღეს მეზობელ ქვეყანაში უკრაინაში რა ხდება. გათენდა და ადამიანის გონება მოიმართა რომ სასწრაფო სახლი დატოვოს, ქალაქი დატოვოს, ქვეყანა დატოვოს. დატოვეს თანამდებობა, პატევი, ოქრო, ვერცხლი, სახლი, კარი, მანქანა, აგარაკი და აი ერთხელად ასასმელით გაასწროს. ოღონდ ცოცხალი გადარჩეს. ნახეთ რა ხდება, მაგრამ ამ ადამიანმა ყველაზე მთავარი გადმოიტანა, სადაც თვითონ იყო, მოიტანა ისევის ქრისტე, რაც იქ ჰქონდა. მაგრამ თუ მომხეჭველია, იქაც უმადური იქნება, აქაც თავიდან ცხოვრებას დაიწყეს, აქაც იშოვის და ისე უმადური იქნება. ამიტომ მადლიერება ღვთის არის ყველაზე მთავარი. მე მინდა ეხა ესე ვთქვა სიმბოლურად, რომ რადგანაც თქვენ მითხარით დღევანდელ დღესთან მოსვლასთან დაკავშირებით ეს მიზეზი ქონდა, მაგრამ მაინც ესე ინება უფალმა და თქვენ ესე მითხარით. მე როდესაც აქ მოვედი, პირველი გადაცემა იყო, ისე დაემთხვა, რომ ჩემი პატარის გარდაცვალება იყო. და მე მაშინ აღვნიშნე, რომ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მისხა, მაშინ ერისკაცი ვიყავი და შენი ცოდების გამოიტირეო. ეს არისო იქო, რისის ამ ქვეყნად მოევლინაო. და შენ მოემზადე აქ მის შესახვედრად საცხოვრებლადო და მაშინ ერისკაცი ვიყავი, ტაძარში ახალი მისული კი ვიყავი, მაგრამ ნუ მეტნაკლებად არც იქაროსანი, არც მე დავეცნი, არც სემინარის სტუდენტი და ეს სულ მახსოვდა, რა მითხრა ამ ადამიანმა, როგორ მანუგეშა, ეს როგორ გავიგო და იმ წელს დაიწყო თან შობა დღეს იყო დაბადებული და ყოველი შობა ჩემთვის ვებრძვი, ქრისტეს სიხარული უფრო დიდია თუ ჩემში პატარას დაბადება და ეს ცრემლი და სიხარული ერთმანეთს ებრძვის. და იმ პირველ დღეს მოვედი, რომ აი რაღა დღევანდელ დღეს მომიწვიე და ზუსტად იქ იყო საუბარი აი მიცვალებულთა შესახებ და ჩემი ბედნიერება ის იყო, რომ აი დღევანდელ დღეს მე ესე ვთქვი, რომ გავიღვიძე, გამახსენდა პირველი ის, რომ დღეს რა დღე გათენდა ჩემ ცხოვრებაში, ჩემ წარსულში, მაგრამ ამავდროულად ხედავდი 17 წლის მერე ახალდაბადებულ პატარას და ნახეთ როგორია თანცრემლი მოდის სიყვარული მონატრებისა და თან აქიც სიხარული მოდის და რა საოცრება. აი დღევანდელ დღესაც ხო, აი როგორი ბედნიერება, რომ აი ყველასთვის ყოველი დღე ბედნიერებაა და ჩემთვის რომ აი ესე მადლობა ღმერთს ყველა შვილი ნანატრია და ყველა შვილი რა თქმა უნდა მშობლისთვის შვილია და დღეს უნდა აღვნიშნო ეხლა 1 წლის იუბილე რით რომელსაც 17 წელს ელოდი და დღეს ღვთის შეწევნით წირვით მიულოც აი დღევანდელ დღეს
წირვით მიულოცე და დღევანდელ დღეს პატარა და ჩემი ნათლული სულიერიშვილი და ხორციელიშვილი ერთად ეზიარნენ და ერთად ცხოვრობენ ფაქტობრივად და აი ეს იყო ჩემთვის უდიდესი რაც შემეძლო მცირედი მაგრამ დედამიწაზე უდიდესი სიყვარული და მადლიერება ღვთისწინაში რომ გამომეხატა და ეხლა ვალდებულება გვაქვს ჩვენ სხვებმა რა ქნა მაგრამ მგლები არ არიან ვერწირავენ რომ ყოველი დღე ქრისტეზე ვესაუბრო ჩვენ პატარებს და მე ნებისმიერ ადამიანს გესმით ხო აქედან გამომდინარე ახსასრული როდის იქნება ადამიანის არ ვიცით, მაგრამ სანამ დაბადებულები ვართ ყოველდღე ახალ დაბადებულივით, ახალი სიცოცხლე, ახალი საშუალებები, ახალი საქმეები, ახალი ვალდებულებები და მოვალეობები. როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, ყოველდღე კითხე შენს თავს, შენი სხეულით რამდენს აკეთებ შენი სხეულისთვის და შენი სხეულით რამდენს აკეთებ შენი სულისთვის, რომელიც არის ყველაზე მთავარი. აი ეს დღევანდელი პრობლემები, განსასწელები, მე შეჭირვებები, მე იმან გამორაზა იმა მოვიწყინე, ცუდი ამინდია და მოვიწყინე. როგორ ასამბო? ამინდმა როგორ შეიძლება ხელი შეგიშალოს რაღაც საქმეში, მაგრამ შენ სულთან არ უნდა მოვიდეს ეს. მატერიაში შეიძლება გადადო რაღაც საქმე წვიმის გამო, მაგრამ შენ დღეს მოიწყინე, მაგრამ ეს წვიმა რამდენ ადამიანს სჭირდებოდა დღეს? რამდენმა გაიხარა წვიმას ელოდებოდა აზობით, ათასობით ადამიანი რაღაც მიზეზის გამო. ჩვენ ხომ ეს არ ვიცით. აქედან გამომდინარე შეიძლება დღეს ვიღაცა ჩვენს მიმართ უსამართლოდ იქცევა, მაგრამ ჩვენი მოთმენით იმას უშველით, რაც თქვენ ახსენეთ. განიმუხდა ის ადამიანი. განიძარცვა ამ დამძიმებული მდგომარეობიდან და სამწუხარო ჩვენ შევეფეთეთ მას. მაგრამ ეს მწუხარება ჩვენ საბედნიეროდ უნდა გამოვიყენოთ ჩვენთვისაც და მისთვისაც. ეს ხო? ჩვენს ხო გჭირდება განმუხტო ხანდახანდა. ამიტომ უსამართლოდ ხან მეგობარს, ხან ოჯახის წევრს ცოტა მკაცრად ან ხმამაღლობით ვიტყვით და მაგრამ როგორც კი დავფიქრდებით ეს არ გვეკადრება ჩვენ აუცილებლად პატიება უნდა ვითხოვოთ, სინანული უნდა გამოვხატოთ და ვაღიაროთ რომ ჩვენ ეს გძულს და ეს ჩვენი არ არის. და ჩვენ ვეცდებით რომ მომავალში ეს ამ დონეზე არ იყოს და უფრო დავასუსტო და მე საერთოდ გავაქროთ როგორც ნებისმიერი ცოდვა. ასე რომ ყველამ გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს, განსაკუთრებით ვინც უძრულებაშია, როგორც მღვდელი ებედრება უფალს, აღადგინე მაქებელა ჩვენ და უფალო, განსაკუთრებით პატიმრებს, ვინც ახლა იქ არიან, რამდენი ადამიანი აკლია ჩვენ ქვეყანას, რამდენი მამაკაცი, რამდენი შვილის მამა უნდა გახდეს, რამდენი ქალბატონი ყველას უსურებს სინანულით გამოსვლას, ყველას უსურებს თავისუფლებას სინანულით და მისაბაძი ადამიანები ყოფილიყვნენ. შეცდომაზე დაფიქრებული ადამიანი არის გონიერი. და უფრო გონიერია კიდე თუ სხვის შეცდომას დაინახავს და იმაზე ისწავლებს თვითონ არ ჩაიდენს. და ის ვინც იცის რაღაც შეცდომის გამო რამდენი თვე წელი დაკარგა, რომ გამოვა უნდა აღიდგინოს და შეივსოს. ან სხვას უნდა დაეხმაროს იმაში, რომ იგივე არ დაემართოს. აი ეს არის მე ბრძენი. ამით მიეტევება იმას, რომ სხვას შეუწყობს ხელს, რომ იგივე პრობლემა მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რაშიც თვითონ იყო, რომელიც არ ვარგოდა. აი როგორც ახლა ხილი, მე თუ გავსინჯე და მივხვდი, რომ მწარეა, თქვენ გასინჯას არ უნდა დაველოდე, უნდა გითხრა გიორგი ეს მწარეა და არ გინდა ეს გირჩევ. ნუ სიმწარეაში მოვიაზრებ ყოველივე ცოდვას, ესე რომ ვთქვათ. დიდი მადლობა, მამა, უღრმესი მადლობა ესეთი ლამაზი საუბრისათვის, პატიმრებს მართლა გულით მოგიკითხავ, ძალიან მომენატრეთ სიმართლე გითხრა, ძალიან მიყვარხარ და ბედნიერება ყველაფერი ყველაზე ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილი ხარ ჩვენი ერის და ღმერთს ვთხოვ, რომ თქვენი აზროვნება გამოსადეგი იყოს ჩვენ ცხოვრებაში და ერს გამოადგეს, რაც თავია, იმიტომ რომ დღეს ესეთი მდგომარეობა ამ ლიბერალიზმმა ისე წაიღო რაღაცნაირად ხარი ისე გაკრა რომ თქვენი აზროვნება თითქოს არა და მიიჩქმალა და არა და თქვენი აზროვნება ვინმეს თუ ესმოდეს წინ უნდა წამოწიოს, მაგრამ სად არის მაგის გამგონი და აუცილებლად რომ მოვა და იქნება, აუცილებლად, იმიტომ თქვენ ბევრი გაქვთ ნაფიქრი, ნაწვალები, დამუშავებული და ეს ყველაფერი გამოგვადგება ჩვენ აუცილებლად და იქნება კიდევაც ეგრე. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ. მადლობა მამო, მადლობა თქვენ ხართ, მადლობა თქვენ ოჯახს, ყველა იმ ადამიანს, თქვენ შვილს დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ქენა და ულოცავ, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ მამაოს 17 წლის წინ გარდაეცვალა შვილი და 17 წელი ელოდებოდა და დღეს არის 1 წლის გახდა ის ბავშვი, რომელიც 17 წელი ესეთი ნანატრიშვილი იყო. წარმოგიდგენთ რამდენი ხამი აქვს ნალოცი მამაოს, რომ ეს მოსულიყო და აუცილებლად მადლობა ვინც მეწეოდა ლოცვაში და ხნედი და ყველას უსურებ, ყველა ოჯახში ვინც ერში გადაწყვიტა ცხოვრებას, დედმამობა განეცადოს, რაც ღვთის კურთხევაა. ძალიან დიდი მადლობა, მამო, უღრმესი მადლობა. მოგიკითხავთ ყველას ბედნიერებას გისურვებ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ავიცი ძოდი სასწრებში ხართ რაღაცა მინდა რომ სიკეთე გისურვოთ, ვიცი რომ საქართველოში რაღაცა იცით რა არის, აი ღვთისმშობლის წინხედრი ქვეყანა რო არის, ხო? ვართ ღვთისმშობლის შვილები ჩვენ და ღვთისმშობლის შვილი
გააკრეს ჯვარს. აი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ჯვარზე გაკრული. სხვანაირად ვერ იქნება და ეს უნდა ვიცოდეთ. ღვთისმშობლის წილხვედრობა ნიშნავს და მისი შვილობა ჯვარცმას და ჩვენ აი ღირსეულად უნდა ვიყოთ აქ და ღმერთმა ქნას რომ ესე ღირსეულად დაგვაძლევინოს ის სირთულეები, რაც ჩვენ წინ გველის კიდე და რაც რაღაცნაირად აქ დაბადებას მოყვება რა. კარგად ზანდებოდეთ დროით, მე გახდით გიორგი დარასელია, ხვალ საღამოს 8 ნახევრისათვის დაგიბრუნდებით. მე ისა რა ქვია, მამა დავით ციცქიშვილი გვეყოლება სტუმრად, მამა დავით წილოსანი ყავდა სტუმრად, კარგად ზანდებოდეთ დროებით. წულეისკირი დაგვედნიერ.